მოგესალმებით ყველას, ვინც უყურებთ ჩვენს ვიდეოებს, ჩვენი არხი YouTube-ზე ფულის გამომუშავება ინტერნეტით, გამოიწერეთ არხი, ნახეთ სიახლეები. ასევე შეგიძლიათ დაგვამატოთ Facebook გვერდზე, აქედან გადახვალთ და დაგვამატებთ. დღევანდელი ჩვენი საიტი იქნება SEO Sprint-ი, ამ საიტზე ადრეც გადავიღეთ საქართველოში. იცის კიდეც ზოგადად ხალხმა, ბევრმა არა, მაგრამ იცის მაინც ხალხმა, არ არის ძალიან ისეთი გავრცელებული, მაგრამ ნაცნობი საიტია. საიტი მუშაობს, ესე იგი 7 წელია უკვე და არ აქვს არანაირი პრობლემა. პირიქით უფრო მეტი და მეტი მომხმარებელი ყავს, აქტიური მომხმარებელი ყავს, როგორც ხედავთ 400,000-ზე მეტი, თითქმის 4,000 ემატება ყოველ დღე და საიტი არის ძალიან კარგი და სამოყვარულო. ესე იგი, რა ხდება ამ საიტზე, ვინც მუშაობს და იმუშავებს თანხას, იცით ალბათ უკვე როგორი სისტემაც არის საიტზე, მაგრამ არის რაღაც პატარა ნიუანსები, რომლებიც ალბათ დაგვეხმარება ყველას ერთად, რომ უფრო გავზარდოთ ჩვენი შემოსავალი. ამ საიტზე შეგიძლიათ დღეში გამოიმუშაოთ დაახლოებით 20-25 ლარი. თუ როგორ უნდა გამოიმუშაოთ და რის მეშვეობით, ამას ყველაფერს განვიხილავთ. პირველ რიგში უნდა დავრეგისტრირდეთ საიტზე, აი აქედან რეგისტრაცია, ვინც არიცით, დაწერთ თქვენს სახელს, რაც გინდა რომ ერქვას თქვენს აკაუნტს, შემდეგ შეიყვანთ იმეილს, შემდეგ ტელეფონის ნომერს, +995-ით ჩაწერეთ, შემდეგ აი აქ ჩაწერეთ ჩემი ID, თუ ჩემი ლინკიდან გადახვალთ შეიძლება გამოჩნდეს კიდეც პირდაპირ, თუ არა და ვიდეოს ქვემოთ იქნება საიტის ლინკიც და ასევე დავტოვებ ჩემ რეფერალურ ლინკსაც, თუ ჩაწერთ იმ ციფრებს, თქვენ იქნებით ჩემი რეფერალი და ეს კარგი იქნება, იმიტომ რომ მე დამემატება თქვენი ნამუშევარი, თქვენ არ დაგაკვირდებათ არაფერი, მაგრამ მე გადმოგიგზავნით ისეთ ზადანიებს, ანუ რაც იქნება სამუშაოს, რომელიც იქნება მარტივი და გადაგვიხდიან კარგ თანხას. შემდეგ შეიყვანთ აი ამ კაპჩას, ჩაწერთ გრაფაში და დააწვევით პროდოლჟიც. ანუ მე უკვე დარეგისტრირებული ვარ საიტზე და გეტყვით ახლა იქ გადმოვიწერე ესეთი სურათი და მოვნიშნე ყველაფერი. შემდეგ გამოჩნდება აი ესეთი გრაფა, 7 კითხვის ნიშანი წერია, ალბათ ჩანს კიდეც როგორ ამდენზე, რომელზე რა უნდა მონიშნოთ. ეს არის ანუ SEO Sprint-ი გვეუბნება, რომ წაიკითხეთ ინფორმაცია და შემდეგ ამის კითხვებზე არის პასუხები, რომელიც უნდა გაიგოთ იმ რაღაც ჩამონათვალიდან, რაღაც წერილიდან, თუ რა როგორ და რანაირად ხდება საიტზე. ეს არის ძალიან დიდი ტექსტი და არა ღირსამის საკითხვა, ამიტომაც რომ გაგიადვილდეთ, გავაკეთე ესეთი სურათი. პირველში მონიშნავთ მეორეს, მეორეში მონიშნავთ მეორეს, მესამეში მონიშნავთ პირველს, მეოთხეში მონიშნავთ მეორეს, მეხუთეში მონიშნავთ პირველს, მეექვსეში მონიშნავთ მეორეს და მეშვიდეში მონიშნავთ მეორესაც. შემდეგ დარეგისტრირდებით საიტზე. ეხლა მე რეგისტრირებული ვარ, როგორც გითხარით და შევალ ჩემ აკაუნტში, იქიდან გავაგრძელოთ. საიტი გამოიყურება აი ასე. პირველ რიგში, ესე იგი, აი აქ არის ჩვენი გვერდი. ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ შემოვიტანოთ და გავიტანოთ თანხა, ასევე ჩვენი პროფილი ვნახოთ, ჩვენი ანგარიშები დავამატოთ. პირველ რიგში აი აქ ეწერება თქვენი ბალანსი. მოილიჩნე დანი აი აქედან. უნდა შეავსოთ აი აქ იქნება ცარიელი ეს პროფილი, მე უბრალოდ შევავსე ისე, რომ იყოს სრულწლოვანი, ეცადეთ რომ ისე დაწეროთ, ვინც არ იქნებით სრულწლოვანი. რომ ზადანიები იყოს უფრო მეტი და უფრო ადვილები იქნება, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა არის, იმიტომ რომ ზოგ საიტზე, სადაც ითხოვენ მაგალითად რომ დავრეგისტრირდეთ, არის იქ ასაკობრივი შეზღუდვა და შესაბამისად ვერ შეძლებთ ესეთ ზადანიებში მონაწილეობის მიღებას. აი აქ ვამატებთ, ესე იგი ჩვენ აქვს Payeris, PayPal-ის, Payeris, Perfect Money-ის, Yandex-ის და WebMoney-ის ანგარიშები შეგიძლიათ დაამატოთ. აი აქ Perfect Money-ზე ჩვეულებრივ ჩაწერთ იმეილს, რითიც ხართ დარეგისტრირებული.
რეგისტრირებული Payer-ზე თქვენს იქაც იდებს ჩაწერთ და ესე იგი რეგისტრაციის შემდეგ გვაძლევს როცა როგორც გითხარით სურათის შემდეგ გამოჩნდება თქვენი იმეილი, password-ი, რომელსაც გვაძლევს საიტი, ესენი ჩაინიშნეთ და PIN-კოდი. აი აქ უნდა ჩაწეროთ PIN-კოდი, რომ ნებისმიერი რაღაც ცვლილება განახორციელოთ საიტზე. რეულად არის ციფრები, რაღაც ციფრები იქნება და ჩაიწერეთ, რომ არ დაგავიწყდეთ, თორემ მე პრობლემა გაგიხდებათ, ნომერიც და იმეილიც მივუწვდეთ აუცილებლად ზუსტი. ასევე შეგვიძლია აქედან ესე იგი რა ხდება ამ საიტზე მაიას წინამორბედიანად განვიხილოთ. აი აქ შეგვიძლია ვნახოთ სერფინგი, ანუ საიტების ნახვა, პისმა, იგივე ესაც სერფინგია, ტესტი, ესაც თითქმის იგივე სერფინგია და ზადანიები. ამ ყველაფერს ახლა გეტყვით, აი აქედან სერფინგ საიტო. დავიწყოთ პირველიდან და გეტყვით ყველაფერს. აქ არის რამდენიმე ტაქტიკა, როგორც შეგიძლიათ რომ გამოიმუშაოთ თანხა. აი ხა მე არა მაქვს წეგანა ეს დღეს დავრეგისტრირდი ამ საიტზე. ზენი პისმო არც აქ არ არის. დაიდება ყოველ წამს იდება ეს რეკლამები. აი ზადანიებიდან დავიწყოთ, როცა გადახვალთ ზადანიებზე, აი აქ კატეგორია შეგიძლიათ ჩამოშალოთ ეს გრაფა. პარამეტრი, ანუ ახალი ზადანიები თუ გინდა თქვენი, რომელი ზადანიებიც ნახეთ, თუ გინდათ რომ ისევ ნახოთ. ასევე აი არის კატეგორიები, აი აქ არის ყველანაირი ზადანია, რის დადებაც შეუძლია და შეგვიძლია ჩვენც, ანუ თქვათ ვიღაცა სჭირდება რომ დავრეგისტრირდეთ იმის ლინკზე, აი აქ დაკლიკავთ, ნახავთ, წაიკითხავთ, აი აქ არის სათაურები, სად რომელ საიტზე უნდა დარეგისტრირება და ასე შემდეგ. წერია ფასიც, რამდენ რუბლს გვიხდიან. აი აქედან შეგვიძლია ნახოთ რეიტინგით, ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, რომ რეიტინგით მოძებნოთ ზადანიები და არის ფასითაც, ყველაზე მაღალ ფასიანი ზადანიები იქნება. მაგრამ ნახეთ რეიტინგით, ესენი არის ყველაზე მეტი ზადანია, რომელიც არის გაკეთებული და თუ ბევრი ხალხი აკეთებს იმას, ესე იგი ადვილია და კარგ თანხასაც გვიხდიან, ნუ ერთი შეხედვით ძალიან ცოტაა, ეხლა ეს 25 რუბლიც და გინდაც 1 რუბლი იყოს, მაგრამ თუ დაჯდებით და გამოიმუშავებთ დღეში 700 და 800 რუბლს ნამდვილად გამოიმუშავებთ. ესე იგი, აი არის მაგალითად ესეთი კატეგორია, არის ასევე მარტო კლიკები, ჩვეულებრივ გვეუბნება გადადი საიტზე, 5 სტრანიცაზე გადადი და შემდეგ გათიშე საიტი და ასე შემდეგ, რეგისტრაცია, აქტივნოსი, ანუ დარეგისტრირდეთ და გააქტიუროთ თქვენი აკაუნთი. აქედან რომ მოიწვიოთ SEO სპრინტში, ანუ ამ საიტზე რომ მოიწვიოთ ხალხი, ბონუსი. ანუ ეს არის თუ რეფერალებში დაემატებით ხალხს, ანუ ჩემთან თუ იქნებით ახლა თქვენ რეფერალი, შემდეგ რაღაც ბონუსები დაგერიცხება თქვენს და მეც გადმოგერიცხავთ, ნუ თქვა 10% თუ არის თქვენ რასაც გამოიმუშავებთ, იმის 10% თუ მომწევს მე იმის 10% დაგიბრუნებთ ისევე მეც. სოციალური ქსელები, რუსეთში არის ძალიან გავრცელებული სოციალური ქსელი, კონტაქტები. ძირითადად არის კონტაქტების, ინსტაგრამის და ადნაკლასნიკების საიტები. არის გრუპაში გაწევრიანება და ლაიქის დატოვება და ასე შემდეგ, ძალიან მარტივი რაღაცეებია. აქაც მოძებნეთ რეიტინგით, ასევე ყველასთვის ცნობილი YouTube-ი, შეგიძლიათ ნახოთ. აი მე ყველა ზადანიაში ხდება აი ესე. ჩამოდიხართ, კითხულობთ აი ამას, რას გთხოვენ რომ გავაკეთოთ. შემდეგ აი აქ გვეუბნებიან რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩაგვეთვალოს ზადანია. თქვათ გვეუბნება რომ გადადი საიტზე და უყურე ვიდეოს, ხო? შემდეგ მოგთხოვს დამინდე იმ ვიდეოს ლინკი და შენი არხის ლინკი მაგალითად და ჩაწერთ და გააგზავნით. ეს არის ძალიან მარტივი. შემდეგი კატეგორია, ასევე არის გამოწერებიც, უბრალოდ რომ გამოიწეროთ ან დაალაიქოთ გვერდები და ვიდეოები და აი აღარ გავაგრძელებ, არის თამაშებიც, ასევე გადმოწერებიც, მაგალითად თქვენ მობილურში რომ გადაიწეროთ რაღაცა, ან ჩვეულებრივი ფაილი რომ გადაიწეროთ, ესენი ხალხს სჭირდება იმისთვის, რომ განავითაროს თავისი
საიტები და არხები და ასე შემდეგ, ну რაც არის კატეგორია იმის მიხედვით, სოციალური ქსელი და ასე შემდეგ. ისინი ჯერ არ დამატებულა. ესე იგი, აი აქ არის ჩვენი ბალანსი. პალოჩი ძენგი, აი აქ თუ დავკლიკავთ, მინიმალური გასატანი მე მგონი არის 10 რუბლი, ზუსტად არ მახსოვს, ადრე მე გავაკეთე აქ აკაუნთი და მქონდა კიდეც თანხა და შემდეგ დაიბლოკა. 60 დღეზე მეტი არ შემოვედი და დაიბლოკა. გატანა შეგვიძლია აი ამ 5 საფულეზე, როგორ უნდა გავიტანოთ, თქვა გვინდა რომ გავიტანოთ Payer-ზე. აი პერფექტ მანი იყოს. აი აქ თუ ჩასვავთ თქვენ Payer-ის კაშილოკის ნომერს, კაშილოკის ნომერზე ჩასვავთ, შეიყვანთ პინ-კოდს და იმახსოვრებს და უკვე შეძლებთ რომ გაიტანოთ, მგონი ყველაზე დაბალი საკომისიო და ყველაზე დაბალი თანხა გადის Payer-ზე. გირჩევთ რომ Payer-ი გამოიყენოთ თანხის გასატანად. ასევე დევს კიდევაც ვიდეო როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ Payer-ზე. ხო, უბრალიანი რეკლამა აქედან ახლა რა ხდება აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ თვითონაც რეკლამა. თქვათ თუ გაქვთ საიტი ან თუ გაქვთ Facebook გვერდი ან კონტაქტები ნებისმიერი გვერდი, შეგიძლიათ აი აქედან მიუთითოთ, მაგალითად ეს არის სერფინგი. თუ გაქვთ საიტი, შეგიძლიათ დადოთ და გააკეთებს ხალხი სერფინგს და უფრო გაპოპულარულდება თქვენი საიტი. ასევე ტესტი არის რაღაც მარტივი, ასევე შეგიძლიათ ну თუ ეს თქვენ რაღაცას მოგცემთ, რა თქმა უნდა, თქვენ საიტზე რომ ანუ თუ არის ბევრი რეკლამები რომ გადასვლები გააკეთოთ, შეგიძლიათ დაწეროთ რომ ზადანიებში რომ გადავიდეს მაგალითად 10 გვერდზე, შემდეგ დაკლიკოს რეკლამაზე და გამოვიდეს საიტიდან და დაგვიდოს თავისი IP-ან რითიც გაიგებთ რომ ნამდვილად იყო შემოსული. შემდეგ ჩაირიცხოს თანხა, ისევე იმუშავებთ ამ საიტზე, ნამდვილად უნდა გადაიხადოთ და ნამდვილად რიცხავს ყველა. გადახდა ხდება რეალურად. არ გეგონოთ რომ ვიღაც არ გადმოგერიცხავთ, თუ გააკეთებთ ზადანიას, ეხლა მე შევასრულე ორი ზადანია მე მგონი. ვნახო. აი ორი ზადანია მქონდა სუაღებული, გაგლავნილი მაქვს ახლა და მაქსიმუმ არის 10 სამუშაო დღე, რომელიც 10 დღეშიც ჩაგვერიცხება აუცილებლად ეს თანხა, ჩაგვერიცხება ჩვენს ანგარიშზე, ну არც ჭირდება ხალხი 24 საათი ზის ამ საიტზე და მუშაობენ და იმუშავებენ საკმაო თანხასაც. აქედან კიდე შეგიძლიათ რა თქმა უნდა გააკეთოთ აი ჩვეულებრივი ზადანიებიც, როგორსაც ჩვენ ვაკეთებთ, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ბანერები, დაამატოთ ჩვეულებრივი სილკა, ანუ ლინკი და ასე შემდეგ. თუ იქნება რაღაც მარტივი ზადანია, მე შემიძლია ან თქვენ შეგიძლიათ რომ გადმომიგზავნოთ ეს ზადანია და გავაკეთოთ ყველამ და გამოიმუშაოთ უფრო მეტი, ну აქ ძნელია. კი არის ისე გამარტივებული რომ შეგვიძლია ვნახოთ რეიტინგითაც და ყველაფრით, მაგრამ აქ ვიღაცამ რომ დაამატა თქვათ 1 წლის წინ რაღაც და ნახა 10,000 ადამიანმა და ყველას მოეწონა, იქნება პირველ ადგილზე და შეიძლება ვიღაცამ დაამატა ზუსტად იგივენაირი გუში, მაგრამ არ იყოს ამხელა რეიტინგის და ამიტომაც კარგი იქნება თუ უფრო მეტად გაცნობიერებულები ვიქნებით ამ საიტზე. работа с рефералом. აი აქედან შეგიძლიათ მისცეთ დავალება თქვენს რეფერალებსაც. რეფერალი არ მყავს რეფერალები. სულ ეს არის დამატება თანხის შემოტანა თუ დაგჭირდით გენდონებათ რომ დაამატოთ რეკლამა და არ გინდათ რომ გამოიმუშაოთ თანხა, თქვა თავიღოთ აი სერფინგი. აი აქედან შემოიტანთ კი დაამატებთ, ესე იგი აი წერია ყველაფერი მარტივად, ხა ამხელა იმას ვერ ჩავყვები, დრო, საიტი უნდა მიუთითოთ, რა ქვია მაგალითად საიტს შეგიძლიათ დაწეროთ და ასე შემდეგ. ძალიან პატარა თანხა არის, აი 0.05 რუბლი არის, ესე იგი ერთ სერფინგზე მინიმალური. შეგიძლიათ უფრო აწიოთ რომ თქვენი რეკლამა ნახოთ პირველი.
ჩემთან იყო დაახლოებით 7-8 სერფინგი წევან და გავაკეთე. ზუსტად არ მახსოვს რამდენი იყო. ასევე შეგიძლიათ ზადანიებიც აი აქედან მიუთითოთ სად არის პარამეტრის OSPS ბანერებია, შეგიძლიათ აი აქედან აწვისტოთ ბანერი და გამოქვეყნდება 99% არის აქ რუსი მომხმარებლები, რუსი, ყაზახი. აი აქედან შეგიძლიათ დაამატოთ ტესტი, ყველაფერს ზედა წერია რაც არის, აი თქვა ზადანია, აქედან ვირჩევთ რა კატეგორია გვინდა, რეგისტრაცია, ტოლკო რეგისტრაცია, აქტივაცია და ასე შემდეგ, აი სოციალური ქსელიც YouTube. YouTube-ზე ხა აქედან ვინც გამოიწერს არხს subscribe-ს არ აუქმებს, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს თანხა 10 დღე არის, როგორც გითხარით და ვინც ერთხელ გამოიმუშავებს subscribe-ზე, მეორედაც გამოიმუშავებს და ის ვერ გაარკვევს, რომელში აიღო თანხა და რომელზე ვერ აიღო. შესაბამისად, არიან რეალური გამომწერები და ჩაგეთვლებიან გამომწერებში, იმისთვის რომ გაპოპულარულდეს უფრო არხი. ასევე Facebook-ში შეგიძლიათ გამოიყენოთ და რა თქვენიც დაგჭირდებათ, წერთ სახელს, რა სიტყვით, აი აქ უწევთ pass, link, step და ასე შემდეგ. აი ბევრი კატეგორია შეგიძლიათ ყველა არ მონიშნოთ, მაგრამ უფრო დააკონკრეტოთ არის ყველანაირი ხელშეწყობა. სულ ეს არის ამ საიტზე ძირითადი ინფორმაცია, შემდეგ უკვე როცა იქნება ტაქტიკები, რომლებითაც უფრო მეტის გამომუშავება შეიძლება და შეიძლება რომ თქვათ ერთი მოქმედებით ორი ზადანია შევასრულოთ, ესეთ რაღაცებს გადმოგიგზავნით ჩემს რეფერალებს და ასევე გავაკეთებ ხოლმე ვიდეოებსაც ამ საიტზეც გავაკეთოთ ჩვეულებრივი დასაკრავის სია, რომელიც იქნება მარტო ამ საიტის გაკვეთილები. მადლობა ყურადღებისთვის, თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, დაწერეთ კომენტარები, გამოიწერეთ არხი და გავაძლიეროთ ჩვენი YouTube არხიც უფრო.